ქართული ოცნების ღია მხარდაჭერა კრიმინალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში დღეს ოლიგარქის პარტიის პროპაგანდისტებმა და ტიტუშკებმა მოიყარეს თავი. მათი მიზანი ნიკო ხურცილავასთვის სოლიდარობის გამოცხადება იყო. საუბარი კი მოძალადეზეა. სწორედ ხურცილავა ერთ-ერთი იმ პირებს შორის, რომელიც 2 დღის წინ სახლენ ჩაუსაფრდა და თავს დაესხა იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს. ის ცოტახნის წინ ოცნების სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა და მხოლოდ 5,000 ლარიანი გირაო შეუფარდეს. ამ ფონზე ისევ გრძელდება ონისე ოქრიაშვილზე პროპაგანდისტული შეტევა. სამთავრობო ტელეარხები დეზინფორმაციის გავრცელებით იუმორისტს აშავებენ, რაც შესაძლოა მორიგი თავდესხმისთვის ნიადაგის მომზადება იყოს. თაკო მაისურაძე განაგზობს საუბარს ფორმულას ეთერში. თაკო, გისმენთ. თავდამსხმელი ნიკო ხურცილავას მხარდამჭერები დარბაზში გამოცხადებულ გადაწყვეტილებას ოვაციებით და ტაშით შეხვდნენ. თეონე ეპიტაშვილმა გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ ნიკო ხურცილავა უნდა ყოფილიყო დარბაზიდან გათავისუფლებული, იმის მიუხედავად, რომ პროკურატურას ჰქონდა შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ითხოვდა საპატიმრო გირაოს. მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, დაცვის მხარის შუამდგომლობა და არასაპატიმრო გირაოთი დარბაზიდანვე გაათავისუფლა ბრალდებული. დარბაზში იყვნენ ნიკო ხურცილავას მხარდამჭერები, ასევე ქართული ოცნების მხარდამჭერები, სხვადასხვა უცნობიც ესწრებოდა პროცესს, რომ გამოვიდა პროცესიდან, მან მედიასთან კომენტარიც გააკეთა და წაახალისა ძალადობა, ასევე პროცესს ესწრებოდა ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის, თუმცა არა ნოდარ თოფურიძე, რომელმაც ამ ყველაფერს უწოდა, რომ ეს იყო პროვოკაცია და მეორე შვილიშვილმა თქვა, რომ გვერდით ედგა ნიკოს. როგორც გითხარით, აქ იმყოფებოდნენ ნიკო ხურცილავას მხარდამჭერები, არ ესწრებოდა პროცესს ონისე ოქრიაშვილი, რადგან ის არის მოწმე ამ საქმეზე. საინტერესოა, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი, თუმცა როგორც გითხარით 5,000 ლარის სანაცვლოდ თავდამსხმელმა დატოვა დარბაზი. თუ იმას აქვს უფლება, რომ ნოდარ დუმბაძის შეაგინოს, მეც მაქვს უფლება, რომ იმ გაიდინგოს. იმდა სროკით გინდა სროკველაც რა. ნომერი იყო ეს თავად. არა იყო ეს იუმორისტული ნომერი. ნოდარ დუმბაძის გულს შეაგინა. არ იყო ეს იუმორისტული ნომერი. შეიძლება აკრიტიკო, ყველანაირად ილაპარაკო, თუ კრიტიკა გინდა კონკრეტული ადამიანის, მაგრამ წმინდას, რაც შეეხება საქართველოს საუნჯეს, ვერავინ ვერ შეეხება და ეს კარგად გაითვალისწინოს უყურებელს. ამ შემთხვევაში ამართლებ ძალადობას ასე გამოცხადდა. ძალადობას არ ვამართლებ, ეს არის ღირსების დაცვა თქო. კიდე ერთხელ გითხარით რა. ეს არის ყოველი ქართველისთვის ღირსების დაცვა და არა ძალადობა. არ უნდა წამოეგო მაშინ ისეთ რაღაცაზე, რაც არ უნდა თქვა ისეთი რაღაცა, რაც ძალადობას გამოიწვევს. სასამართლოს უბრალოდ გაიზია დაცვის მხარის შუამდგომლობა, ნაწილობრივ პროკურატურის შუამდგომლობა, ორივე მხარეს შუამდგომლობით გირაოს შესახებ, თუმცა პროკურატურას ჰქონდა დამატების შუამდგომლობა, საპატიმრო გირაოს სახით მისი უზრუნველყოფის გამოსაყენად. ხოლო ჩვენი შუამდგომლობა იყო მხოლოდ და მხოლოდ კლასიკური გირაო, რაც დაკმაყოფილდა და ნიკო ხურცილავა გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან 5,000 ლარის სანაცვლოდ. საქართველოს პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა საპატიმრო გირაოს გამოყენება 5,000 ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია გირაოს ნაწილში და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 5,000 ლარის ოდენო. ბრალდების მხარი აპელირებდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე. შესაბამისად, ეს არის ის საფრთხე, რაც მიგვაჩნია, რომ არსებობს საქმეში ობიექტურად, სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით ვითხოვდით გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით. ონისე ოქრიაშვილზე იუმორისტზე თავდასხმის შემდეგ სამთავრობო მედიები კვლავ აგრძელებენ პოდკასტებიდან ნაწილების ამოჭრას უკონტექსტოდ და კვლავ ავრცელებენ იმ საშიშროებას, რომ შესაძლოა ონისე ოქრიაშვილს კიდევ დაესხან თავს, კეთყვით ასევე იმას კვლავ, რომ კიდევ 2 ადამიანი ესწრებოდა ონისე ოქრიაშვილის ცემას და ისინი არ არიან დაკავებულები. საინტერესოა, თუ გაფართოვდება წრე ამ საქმეზე და რა იქნება გადაწყვეტილება მათ შემთხვევაში.